გამარჯობა. არები არის ობლასტ. მაჩვენე რომელიაბა? მე7 სბ. აი ეს არე და ეს არე. ცფ არა დ და ის მონაკვეთი. ხო, მე დ და ის მონაკვეთი რომელი არეების საზღვარია. აი ეს არე და აი ეს არე. ანუ აი ეს სამკუთხე ნახე. აი ამის და ამის საზღვარზეა, ხო ეს? ესე იგი, აი ეს უნდა მონიშნო. როგორ დავწერო? C E D დფ და მე დფ I ხო. CF D და ეს. აფთიაქში ვიყავი, მაღაზიაში ვიყავი, მოვედი. салфеткები ვიყიდე ბევრი. კიდე რა ვიყიდე? 3, 6, 8. კიდე ვიყიდე ბავშვებისთვის ჩუდოები. ხვალ მივდივართ სოფელში. ასე რომ ვეცდები რომ იქიდანაც რამე საინტერესო ვლოგები შემოგთავაზოთ. ვიყიდე ჩაი სოფელში წასაღებად. ესეთი ჟელეიანი კამფეტები. ესეც სოფელში წასაღებად. აი ესენი golden lily, ესენიც აქციაში იყო, მიყვარს ძალიან ეს კამფეტები. ახლა ძალიან ბევრი კამფეტი აქციაში ორნაბიტში მეგობრებო. ესენიც ვიყიდე. კიდევ აი ესენი ვიყიდე. ესეც ძალიან მიყვარს. რა ქვია გლეიზე თუ გლაზე, არ ვიცი როგორ არის სწორად. და აი ესენიც ვიყიდე, ეს ხალვაც ვიყიდე, ესეც აქციაში იყო. ასეთი ამბები და ბავშვებს კიდევ ვიყიდე, აი ესენი უყვართ ძალიან ეს პატარა კრუასანები. პარკი გამეხა, უნდა გადავაგდო. ხო, ძალიან გაიხა. ვიყიდე წამლები, ბებოს რაღაცა წამლები ვუყიდი, ახედან წასაღებად. ჩემთვის ანალგინი ვიყიდე, ბავშვებს ტანტუმბერდე ვუყიდე სპრეი, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. ჩემი დამამშვიდებელი ფენიბუტი, ბუტალაქსის წვეთები. ბატონო, ეს პუმიზანი და სანტავიკი. ხო, დედა. მითხარი, აბა რა გინდოდა, დე? რა? 11 არეა, ხო 1 2 3 11 არე? არა, 1 2 3 4 არე. მაგარია. ხო. გავანაწილო ეს მილენასი, ეს ჩემი წასაღებად, მოკლედ. და თეონას უყიდე მიგრალგინი, სულ შატიკი აქვს თეოს. ყოველი შემთხვევისთვის მაინც მედოს მეთქი. ანალგინიც ავიღე. ტანტუმი ძალიან გვესაჭიროება ხოლმე. მით უმეტესად ზამთრის ვირუსების სეზონში და ბუტალაქსი კიდე. ამასაც ცალკე გადავდებ. პური ვიყიდე სახლისთვის შეულებრივად. და აი სანტეს კარაქები ვიყიდე.
ამას ასე გადავდეთ. მე რაღაცას ჩავდეთ აქ. მანამდე იდოს. Так. აი მე უკვე ამასობაში ისე მშია, როგორც ყოველთვის ძალიან მშია უკვე. ეს ხალვა ძალიან გემრიელია. აი ამას გადმოვდეთ. შიგნით რა არის, არ ვიცი, მაგარია. ეხლა ვერამე ვაზას მოვიტან. ესეთი გემრიელი კანფეტები. Покушайте конфеты принесла. მოვედი აქ. მოკლედ, ცოტა რაღაცები ვიყიდე სოფელში წასაღებად. ესე ბევრი არაფერი, მე კიდე რამე ხილსაც ვიყიდი, მანდარინს და პორტუხალს ჯერ არ ვიყიდე, ხვალ ვიყიდი, რომ არ გაფუჭდეს მეთქი აქედან იქამდე. ამასაც ახლა პარკში ჩავალაგე. ვარ დამრჩეს. ეგრე და ეგრე. ეს ეგრე. ახლა. რა? ნახვა არ გინდა? კაი თუ არ გინდა დე. გუსი არ გშიათ? ჯერ არა? 2 საათი როა. დერძე არის თუ გინდა შენი შარიკები ჭამე. თუ გინდა პელმენს მოგიხარშავთ. რატო არა? დურურურურურურუ. მე ერბო კვერცხით ძალიან მიყვარს, შემიძლია ახლა ვჭამო კვერცხი? შემიძლია, ჩემი გამზადებული, ახლა ჩავალაგებ პარკებში. თუ მაქვს პარკები, აღარც ეგ აღარ ვიცი, თუ არა და პლასტიკავი კარობკებში, კონტეინერებში ჩავალაგებ, მე მგონი აღარა მაქვს. აგე ჩემი ვარენიკები. დუ. Так. ზემოდან რომ მივაგია, ესენია კარტოფილით. უკვე გაყინულია.
ესენი ზუსტად ვიცი რომ კარტოფილით არის. მეორე პარტია იყო. სხვათა შორის ბოლოს ვისწავლე. ანუ იმის მაგივრად რომ გეტყვით ახლა გადმოვიღო და გაჩვენებთ. მანგრევ. სუფლეტი მომეცი. როგორ ახარდი? კარგად ავარ. იმის მაგივრად რომ ანუ როცა უკვე ეს გავავსე და უკვე შიფთავსი ჩავდე და ზემოდან მეორე ფენა ცომი გავაკეთე, იმის მაგივრად რომ და ესე ცალკე ესე თითით აქედან გადმომეღო სათითაოდ ეს ვარენიკები, უბრალოდ უნდა გადმოატრიალოთ მეგობრებო და ოდნავ ესე გააკეთოთ, ესე გააკეთეთ და თვითონ ჩამოვარდება ყველა. ანუ ეს უბრალოდ ესე გამოცდილების ვარიანტია მეგობრებო. როცა უკვე კარგად ისწავლით კეთებას და რამდენიმეჯერ გააკეთებთ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. ეს ყოველთვის სანამ არ მოახერხებთ და რამდენიმეჯერ არ გააკეთებთ, მანამ როგორც არის ხოლმე არ გამოგივათ ისე როგორც საჭიროა. დე, გინდა ეს კარტოფილიანები? მაშ? არა მინდა. ჯერ არ დალიო, ცივია, განებე. იქ რო გაათბობ და გავიწყდება და ადუღდება. იქ არ დადო, არ დატოვო. დე, შემიძლია ჩვეულებრივი პელმენი მოგიხარშო. თუ გინდა ესენი ჭამე. ხო გინდოდა იმ დღეს? ხო. ხო, обычные, которые ты любишь маленькие. Да. და ამის ნახევარი არის, აი სპეციალურად ჭიქები დავადე, რომ ზემოდან მეორე სართული დამედო, იმიტომ რომ ერთმანეთს არ მიაწებოს მეთქი. და ასე უფრო კარგად ერთმანეთზე დაიდო. ეს არის კარტოფილიანი პელმენები, კარტოშკაი და ეს იყო ხაჭოიანი. და ისინი გიყიდე, ჟელეიანი კამფეტებიც გიყიდე და 2 უპაკოვკა კრუასანები გიყიდე. ვაუ! პატარა ოღონდ. რატო გახსენი ჯერ ხო გითხარი არ გახსნა? ხო და აი აქ დადე, თორე დალევ ცივია, არ მინდა რომ ყელი გეტკინოს მანამდე. მომისმენე ტანტომიც მოგიტანე. ეხა წადი და ის გაკვეთილი გააკეთე რაც იცი, ხო იცოდი ჩვენი საქართველო. 2 წუთის წინ არ გშიოდა. კამი, პელმენი მოგიხარშო? ეხა ნახე როცა მოვხარშავ, მერე მეტყვის მინდაო. მოგიხარშო. კაი, გაგიკეთებ, ოღონდ წადი დაიწყე უკვე კეთება, თორე ვერ მოასწრებ. მეორე პარტიაც ეხლა რასაც გეტყვიან, რო გასაკეთებელი გაქო. უნდა ცოტა მოასწრო კიდე, იმიტომ რომ საღამოს მივდივარ. ვიცი, დაწერენ. ვნახოთ, აბა თუ ორ შაბათისთვის რამე გაკვეთილი გექნება. ბუნება როდის გაქვს? ინგლისურით 5 შაბათს. არაფერი არა გაქვს მეტი? არაფერი არა მაქვს. კაი, მაშინ ჩვენი საქართველო გააკეთეთ. вот такие дела, მეგობრებო. ვაი მე გუშინ ვყავით სტუმრად. ჩვენს ძალიან კარგ ხალხთან, ირაკლის ნათლულთან და მის ოჯახთან. მოკლედ, მაგრამ სანამ წავიდოდით, მანამდე ისე ძალიან მტკიოდა თავი, ისე ძალიან ვერც წარმოიდგენთ. ანუ ესე იგი, ჟაღარ დავლი, 4-ნაირი წამალი დავლიე. დავიწყე ანალგინით, მერე დექსალგინი, მერე ციტრამონიც დავლიე, მერე ნოშპაც დავლიე, მერე კიდე ანალგინი დავლიე. ანუ 5 წამალი დავლიე. ძლივს როდისღაც საღამოს გამიარა. ესე იგი, მიგრავდინი რომ მქონოდა, დავლევდი და გამივლიდა, მაგრამ რო არ მქონდა არა და ყოველთვის ვამბობ, რომ სახში მაინც მქონდეს, იმიტომ რომ ზოგჯერ ისე საშინლად მტკივა თავი, რომ აი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს სულ დამამშვიდებლებს ვსვავ და მაინც აღარ მტკიოდა ხოლმე ისე საშინლად თავი. ეხლა ისე ძალიან მტკივა ხოლმე შიგადაში. მაგრამ სანამ წავედით,
კიდევ კარგი უკვე აღარ მткიოდა. ანუ ცოტაღა რა და მე უკვე თითქმის აღარ. ეხა ბავშვები შეჭამენ პელმენებს. მაგრამ მე რო იმავე წყალში არ მინდა. სხვა გემოექნება. მოდი მე სხვა რაღაცაში მოვიხარშავ. თორე მაგას ხორცი გემოექნება არ მინდა. თუ ვერ მოკერცხი გავიკეთო. მოდი ვარენიკებს შევგან. ხოთა შორის კვერცხი ისევ გამოჩნდა. ერთი პერიოდი ხო არ ჩანდა ძალიან დიდხანს. მერე ისევ არ ჩანდა. გამოჩნდა და მერე ისევ არ ჩანდა. არ ვიცი რა დაემართა ამ კვერცხს. მართლა არ ვიცი. მაგრამ ეხა ისევ დევს და ნელ-ნელა რაღაცები უკვე უნდა ვიყიდო სახალწლოდ, თორე და მეშველება მე არ ვიცი. ესენი გავრეცხო. ბავშვები აღარ წავიყვანეთ დღეს სკოლაში. ცოტა ცხვირიდანაც მოვძდით. მაგრამ იმიტომ არ წავიყვანე, რომ მე სოფელში მივდივართ, მეც ბევრი საქმეები მაქვს. ჩასალაგებელი მაქვს რაღაცეები და იქ წასაღები, მე მოკლედ დღეს ოღონდ ცეკვა არ უნდა გამოვტოვო. ცეკვაზე უეჭველი უნდა წავიდე. ხო, გავიგე მეც. არ ვიცი, რამდენად მართალია. მე თუ იცი, საბა დამიწერეთ. კვერცხი ეხლა დევს, მაგრამ როგორღაც ყოველდღე არ დევს, მიზნაიო. აქაური ქათმები ცხوارი ყველა იქიდან არის მოტანილი დავიჯერო. საქართველოში არ არის ქათამი? თურქეთიდან მოაქვს? Упаковка уже. მე ერთი ის უპაკოვკა გავყინე. კარტოფილიანი გავყინე. ეს ხაჭოიანია, ცოტას გავიკეთებ და ნაცინცებს გავყინო. აიმა. მაშინ ყველაფრის უნდა გვეშინოდეს. არ არის სადარი მაგდენი კვერცხი ახლა. ზამთარში სადარი მაგდენი კვერცხი. ქათამი შეიძლება კი. ხო. შეიძლება მასენა. ქათამი კი არის სოფელში, მაგრამ კვერცხი არ იქნება საერთოდ სოფლებში, ანუ ჩვენთან კი არა საერთოდ. ასე რომ ხვალ მივდივართ სოფელში გვიხარია. ძალიან მივდივართ ჩვენს მელანიკოს დაბადების დღეზე. ძალიან გვიხარია. როგორი წითელი გაზია, რაღაცნაირად წითლად ანათებს. უფ, უშინ ისეთი კარგი დრო გავატარეთ სტუმრად. კარგად მოვილხინეთ, კარგად ვიმხიარულეთ. ძალიან
ესე კარგი განტვირთვა გამოგვივიდა და დიდი ხანი არ გვინახია ეს ხალხი და თან ჩემებურები იყვნენ, ოსები არიან და ძალიან რაღაცნაირად გემრიელად ჩამოვსხედით ესე და კარგი იყო მოკლედ, აი მაინც შენი სისხლი მაინც სხვა რა. ნამდვილად ასეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. ახლა თითქოს უყურებ და თან მეცოტავება ეს შოკოლადები, ერთი ხვალეც უნდა გავიდეთ ეუნასთან ერთად მაღაზიაში და კიხილიც უნდა ვიყიდო, მაგრამ მაინც მელანოსთვის საჩუქარი უკვე გავამზადეთ და მოკლედ ბავშვებსაც უხარიათ რომ მიდიან. ესეთ არა, აღარ ვიცი თუ აქტებს ეს. რითვერად უღდი წყალო. კარაქი უნდა გავადნო და ჩემი ხაჭოიანები კარაქით უნდა მივირთვა. ვითომ ფასდაკლებაო აფთიაქში, მაგრამ დიდათ მაინც არანაირი ფასდაკლება არ გამოდის, პაბელშო მუშოტუ. უკვე ნელ-ნელა უნდა დავიწყო რაღაცების ყიდვა რო ჩამოვალ სოფლიდან. მინდა მერე ხორციანი ბლინები გავამზადო და შევაგდო. საყინულეში იდოს. 1 კილო ფარშით საკმაოდ ბევრი გამოდის, 160 წელი მაინც გამოდის. ასე რომ უნდა გავაკეთო და გავყინო და შევაგდო. რო სახატყოდ ეგ მქონდეს უკვე გამზადებული. მერე ტოლმაც მინდა და ნუ ნელ-ნელა მოკლედ რა ვიცი რაღაცებს შევიძე. თან ფასდაკლებებს მინდა თვალი ვადევნო. იმ დღეს ვიღაცამ კომენტარებში აღარ მახსოვს სახელი. იმიტომ ვამბობ ვიღაცამ მომწერა რომ ფასდაკლებით რატო ყიდულობო რაღაცებს. სულ ესეთი უარგისი საქონელი გამოდისო. სადღაც კი მართალი ვგანდებით, მაგრამ გონია რომ ფასდაკლებით თუ არ ვიყიდე, გავტყავდები და ეგ არის რა. ანუ უბრალოდ ბევრი გვესაჭიროება, ბევრნი ვართ და ფასდაკლებით თუ არ ვიყიდე, მაშინ ჩემი პირადი აზრით ძალიან გამიჭირდება ამ ხელა ოჯახის გამოკვება. ოღონდ ფლატ ყველაფერს კი არ ვყიდულობ მართლა ფასდაკლებით. როცა ვხედავ რომ რაღაცა ისეთი განსაკუთრებულია დაუშვათ რაც ან არ გამისინჯავს, ან ყოველთვის პირიქით ყოველთვის რო ვყიდულობ და ზუსტად რო ვიცი რომ კარგია. ნემასეთებს თორე ეხლა ფლატ ყველაფერს ვყიდულობ მეთქი ფასდაკლებით, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ზუსტად რო ვიცი რომ აი ეს დაუშვათ უარგისია, მაგას ნამდვილად არ ვიყიდი. არსებობს რამდენიმე ბრენდი საკვების, რაც არ მიყვარს და ჩემი აზრით ვთვლი რომ არ ვარგა და ჩემ ბავშვებს ნამდვილად მაგას არ მივცე. ეხლა არ დავასახელებ, არ მინდა ეხლა ანტირეკლამა გამომივიდეს, მაგრამ მაგას ნამდვილად არ ვიყიდი. ხო და ეხლა დაუშვათ რომ გადამიხადონ ფული და რომ მითხრან რომ აი ჩვენი პროდუქციას რეკლამა გავუკეთეო, ნამდვილად არ გავუკეთებ იმ პროდუქციას რეკლამას, რაც ჩემი აზრით არ ვარგა და რასაც მე ჩემ ბავშვებს არ მივცემდი. აი ესეთი აზრი მაქვს. რაც ცუდია და რასაც გემოს ვერ ვატან. იმიტომ რომ, ნუ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩემი რეპუტაცია უფრო მაგერვებს, რომ იმას რატო უნდა გავუკეთო რეკლამა, რაც არ ვარგა. ეს ბევრჯერ მიჩვენებია, გვიყვარს აი ეს პელმენი რერა ციმბირული ძალიან გვიყვარს. და ამიტომ ამას ხშირად ვაჩვენებ.
სპეციალობით ვუთვლი ამას, იმიტომ რომ დამაბარა ამდენი მინდაო. აბა 4 6 9 10 ჯერ ამას მოვხაჩავ მე ჩემი რო ძალიან არ გასწრდეს და მე ბავშვების იმას მივხედავ всё აღარ არის ჩემი პომიდორი ეს გადამრჩა მარტო მეტი აღარა მაქვს კარგი იყო რაც კარგია კარგია ეხა უცებ მოუხარშავ ბავშვებს და მეც მივირთმევ უკვე თითქმის მოიხარშა დავიდეთ ეხლა და მივირთმევ ეს შეიძლება გამირეცხია ახლა ვერ მივხედავ კარაქიც დავადნე და გემრიელად შავი პილპილით მაინც სახში გაკეთებული სუსხაა ძალიან გემრიელია და სანამ მე გემრიელად მივირთმევ თქვენ კი უყურეთ ჩვენს გუშინძელ პაიესტკას ასე ვთქვათ გავისეირნეთ სანამ სტუმრად მივედით მანამ გადავიღე თბილისის განათებული ქუჩები საახალწლოდ მომზადებული ყველა არა რაც შევესწარი რაც გავიარეთ რა თქმა უნდა ასე რომ რაღაცები ნაძვისხეები რაღაცები განათებები არის და ბოლოს ამას უყურეთ და დაატკბით ბევრი ლაიქები და კომენტარები ძალიან მიყვარხართ მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და აბა თქვენი წარმატებები ყველას მიყვარხართ დროებით რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხი დიდი ჭიქალოდისთვის. აი დიდი შუშის ჭიქებია სპეციალურად. ლუდის დასალევი ჭიქები, მაგას ქვია კათხა. აი ნახე ეს ძლამაზია. ძლამაზია. Very Christmas. ძლამაზია. მან კაი სურათები გამოვა. დავინახოთ ბევრი ახალი განათებები. იქაც ნაძვისხე, ყველგან ნაძვისხეები დგას. ყველა დაწესებულებაში. ეს ბაბილო ხო ძალიან აზია.
ჩანს კარგად. ეს რესტორანი იყიდება, ხო? როდესაც რესტორანი რა იყო? თუ არა რესტორანი აქეთ იყო, იქ რა იყო, არ ვიცი. გამატარეო მეჩქარებაო და გამატარეო ამიტომ. ხო მანქანაზე მკითხე რატო გიციმციმებსო? ხო. ეს როცა ანთებ ორჯერ იმას ნიშნავს რომ გამატარე. აქედან მივდივართ კი, მაგრამ აქ არაჯერ შორს არის დე. პრინციპში მანქანით არც ვიყავით დე. გეშლება ეხლა უბრალოდ. ხო მეტროთი გავდივართ ხოლმე. ახლობით ეგუბანია, სამართალო არის უბრალოდ. ხო, მაგრამ შორს არის ცოტა. მილანა კი მართალი იყო, მაგრამ მასე არასოდეს არ მოვდიოდით, ასე რომ ესეთ ვერ მიხვდებოდა ისე თქვა. ერთხელ გამოვედი სხვა მოსასვლელიდან და მოვხვდი ქუჩის იქითკენ ბოლოს. მეტროს ერთი მოსასვლელი ხო აქ. კი, მეორე მხარეს სხვა ხო. ვაიმე და ისე შორს იყო ძლივს მოვაგენი. ერთხელ ეს სულ პირველად რომ მოვედით. მე რა იმ მხარეს სადაც ირემი ახატია ფრესკებზე.
იქიდან დავამუღამე და იქიდან დავამოვიდივარ აქ ავარ მერე. შაურმების ქუჩა აქაც. როგორც ჩვენთან გადანში. ერამ ხელოვნური ბიჭია. მალე მოვალ ხო? ბავშვებას მოდრიძე სახანძრო პუნქტი. ახლა დიდი სახანძრო მანქანები. ნუ საიდანაც გამოდიან როგორ დავარქვა? სახანძრო სამაშველო სამსახური. რო გამოიძახებ და მაქედან გამოდიან მანქანები. ბაჟარნიები. ყველაზე მეტი სამუშაო ექნება ახალწლად სათამაშოებს და ტექნიკას. სათამაშოებს ბავშვებს ჩუქნიან და ტელეფონებს ხშირად კიდე. ტელეფონებს არა მარტო ბავშვებს საერთოდ. ჩუქნიან რატო? ახალწლად დედა. თბილი პროდუქტების გარდა რა. მაშხალები. სილამაზის სალონები. ახსოვს შარშან 31-ში თონეში რომ წავედი თონის პური მინდოდა. 3 საათი რომ ვდგავარ თორიქში რომ მითხრეს რომ ის გადავირიე და გამოვიდი უკვე. წინასწარ ვიყი და მეორე დღეს აღარ ვარ გარათმინდა. არ მინდა გაფუჭრება დედა აღარ ვარ უკვე მეორე დღეს. კი არ გაფუჭრება, მაგრამ ნუ აღარ არის უკვე. თუ მომინდება მე თვითონ გამოვაცხობ. მაგრამ თონის სუნი რო აქ ის სხვა მაინც.
მაღაზია მაილო.